მწვანე რჩევები. დღეს ჩემი თანაწამყვანია ლანდშაფტის დიზაინერი ქეთევან ჯანხოთელი. მოგესალმებით ქეთი. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ჩვენს მენელს და მაყურებელს ვეტყვი რომ ძალიან საინტერესო თემით შემოგვიერთდა სცენარები ქართული კლასიკოსი მწერლების შემოქმედებასა და ცხოვრებაში და დღეს აქცენტს გავაკეთებთ ვისაუბრებთ კონკრეტულად ილია ჭავჭავაძეზე და სოფლის მეურნეობა. ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთ-ერთი გამორჩეული ეთერი გელოდებათ. ქეთი, დიდი მადლობა ამ თემისთვის. არ დავკარგოთ ძვირფასი დრო და მოდით დავიწყოთ იმით საუბარი, თუ მე-19 საუკუნეში ზოგადად რა სიტუაცია იყო ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით და როგორ შემოაბიჯა დიდმა ილიამ ამ სფეროში. როგორ შემოქმედებითი კუთხით, ასევე რეალურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა. მოგესალმებით და პირდაპირ თემით თუ დავიწყებთ ამ ისტორიული მიმოხილვით, მაშინ მოგვიწევს იმისი თქმა და აღიარება, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო მიუხედავად თავისი დიდი შესაძლებლობებისა, კარგი მიწისა და ყველანაირი კლიმატური პირობებისა, საქართველოს მეურნეობა ძალიან რთულ სიტუაციაში იყო და ამას განაპირობებდა სხვადასხვა პოლიტიკური, ისტორიული დაძაბული პერიოდები და უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს იყო კოლონისტების, გერმანელი კოლონისტების მიერ რაღაცნაირად ოკუპირებული მეურნეობის სფერო. მათ ეძლეოდათ დიდი შესაძლებლობები სახელმწიფო ყველანაირად ხელს უწყობდა და რა თქმა უნდა უწყობდა ხელს იმის გამო, რომ ქართული გლეხობისთვის ესწავლებინათ და გაეუმჯობესებინათ ცოდნა სამეურნეო სიახლეების ათვისების კუთხით. თუმცა რაღაცნაირად არ ხდებოდა ეს, ისინი მონოპოლიურად იქ მონოპოლია ქონათ შექმნილი, არ ახედებდნენ გლეხებს თავიანთ საქმეში და ქართველი გლეხი ასე აგრძელებდა რაღაცა თავის რთულ ყოფას და აი ამ ასე ვთქვათ რეალობაში დიდმა ილიამ თავისი სიტყვა თქვა. და რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, თავისი ხედვა ქონდა, თავისი კონცეფცია ქონდა, ვიცი რომ ამაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, თუმცა ახლა დღეს ჩვენი მსმენელი მაყურებელი მთავარ გზავნილებს მოისმეს. მოდით დავიწყოთ შემოქმედებით, ხო? ოთარანთქვრივი კაცი ადამიანი გლახის ნაამბობი. სამივე ნაწარმოებში არის აქცენტები ამ მიმართულებით და გავიხსენოთ, ხო? ილია თავის როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე შემოქმედებაში ეხებოდა ამ საკითხებს. სწორედ ეს ნაწარმოებებია ის ძირითადი ნაწარმოებები, სადაც რაღაცა კუთხით განხილულია სამეურნეო საკითხები. ჯერ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ პერიოდზე, როდესაც უკვე საქართველოში წარმოვიდა დეკორატიული მებაღეობა და დეკორატიული მცენარეების გაშენების რაღაცა დიდი პერიოდი. საკითხი იყო ასე, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაც კი იყო ძალიან პრობლემატურ პირობებში და აი ამ კუთხით უნდა განვითარებულიყო და გადადგმულიყო წინ ნაბიჯები. ილია სწორედ ამ ნაწარმოებებში ეხება ამ ყველაფერს და განიხილავს ცოტა კრიტიკით და ცოტა რბილიენითაც განიხილავს აი ამ თავისი დამახასიათებელი სარკაზმითაც. კი ბატონო. და აი ასე ხდება ეს ყველაფერი, რომ პირველი ნაწარმოები, რომელიც თვალში გვხვდება ამ კუთხით და ყურში გვხვდება, მე როგორც ლანდშაფტის დიზაინერს და ამ სფეროს წარმომადგენელს, კითხვის დროს ხვდება, რომ ეს ხომ ლანდშაფტის დიზაინის თემაა. ეს ხომ რაღაცა მცენარეების თემაა და აქ ხვდებით სწორედ. ეს არის თავად ლუარსაბის კარმიტამო. ესე იგი ნაწარმოები იწყება იმით, რომ ილია გვეუბნება, რომ მოყვარეს პირში უზრახე, მტერს ზურგს უკან. კი ბატონო. და თვითონ გვამზადებს, რომ აქ რაღაცა კრიტიკულ ქარცეცხლში გაატარებს პერსონაჟებს, ქართველებს უმეტესად და თვითონ ნაწარმოებიც იწყება კრიტიკული მიმოხილვით, სარკასტული მიმოხილვით უკვე ლუარსაბის ეზოსი და ჩვენ ხვდებით, რომ ამ ეზოს პატრონი უკვე რაღაცა არასწორი მიმართულებით მიდის. და ლუარსაბის ეზო ეს არის ძალიან მოუწესრიგებელი ეზო, ღობეს რომ შევხედოთ, ღობეც ალაგ-ალაგ გადანგრეული ყობრიდან გამოსული ეზო ტალახიანი დამხმარე ნაგებობები, ჩემს პროფესიულ ტერმინს თუ მოვიხმარ, დამხმარე ნაგებობები ეზოში არის
ძალიან სასაცილოდ და უგემურად აშენებული. ის ასაც ცდილობს ლანდშაფტის დიზაინერი, რომ ის საჭირო შენ დამხმარე ნაგებობები იქნება, გზა იქნება, გაზონი თუ სავალი ბილიკები დააგეგმაროს ისე, რომ კომფორტული იყოს, როგორც მოხმარების კუთხით, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით გამართლებული და ლამაზი იყოს. აქ ეს ყველაფერი, ეს კონცეფცია დარღვეულია და უმდიდრესი შეძლებული თავადის ეზო გამოიყურება უღარიბეს და მოუწესრიგებელ ეზოს. და მოდით აი პარალელი რო გავატოროთ ოთარანთქვრივთან, ხო, ოთარანთქვრივი გლეხია. ოთარანთქვრივი გლეხია ხო, ეზო და თუმცა გლეხების ფონზე შეძლებული გლეხა იქნება, მაგრამ ხო, აი შეძლებული გლეხის ეზო როგორ გამოიყურება, ხო? არ შეედრება ლუარსაბს სხვა ნაწარმოებში ლუარსაბის ქონებას. თუ ლუარსაბს 150 დღის სახნავსათესი მიწა ქონდა, ოთარანთქვრივს 20 დღის სახნავსათესი ქონდა. ეს ქონებრივი თვალსაზრისით რომ შევადაროთ ერთმანეთს, მაგრამ ოთარანთქვრივის ეზო დიასახლისის დაქვრივებული თანაც დაქვრივებული დიასახლისის ფონზე მაინც როგორ მოწესრიგებულად და კარგად გამოიყურება. მისი ესეთი ღობეს დიდი ყურადღება ექცევა, ანუ მის საზღვრებს როგორი იცავს და როგორი ვიზუალური და ფუნქციური შესახედაობა აქვს. გამართული ღობეა, არსად ჩანგრეული, არსად მოუწესრიგებელი, მის საზღვრებს ვერ შედის ვერავინ, მისი ნებართვის გარეშე, ეზო გამართული, ეზოში ბოსტანი მოწესრიგებული და ოთარანთქვრივს, აი სამეურნეო თვალსაზრისით, სულ ქონდა, ესე იგი, ზაფხულის და ზამთრის საჭირო ბოსტნეული. თავად მოყავდა, ქალისთვის იმ პერიოდში მიუღებელ საქმიანობას ეწეოდა და თვითონვე პერსონაჟს ათქმევინებს ილია, რომ რას მიქვიან ვერ შევძლო, მასზე ნაკლები შესაძლებლობა მაქვსო, ვიღაც მეზობელზე ამბობს და თვითონ ხნავდა, თვითონ ბარავდა, თოხნიდა და სამეურნეო მეურნეობას ეწეოდა. ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ, ამიტომ მინდა ყველაფერი მოვასწროთ და მოდით გლახის ნაამბობსაც რო შევეხოთ, ხო? გლახის ნაამბობში არის ერთი მომენტი, როდესაც დიალოგში ვგებულობთ, აი ამ საკითხს, ამ სამეურნეო საკითხს და ამ საკითხებზე ცოდნის მნიშვნელობას ილია ერთ-ერთ ეპიზოდში დიალოგში ეხება, როდესაც მღვდელთან გლახუნას მამა პეტრე საუბრობს და მღვდელი მას არწმუნებს იმაში, რომ სწავლა და ცოდნის ამაღლება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე ფიქრობს, რომ მისი შვილი სწავლის გარეშეც შეძლებს აი ამ ასე ვთქვათ, მოდი ცუდი სიტყვა, მაგრამ ილიას შემოქმედებაში გამოყენებულია სიტყვა და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კუჭი გამწყარი ქონოდა ამის შესაძლებლობას უკვე აძლევდა მისი ცოდნის დონე. თუმცა მღვდელი არწმუნებს მას, რომ ცოდნის მიღების შემთხვევაში უფრო მეტს შეძლებდა მისი შვილი და მისი შვილი ანუ მომავალი თაობა. და აი ამ კუთხით შეგვიძლია კიდე აი параллელი გავავლოთ თუ რას აკეთებდა ილია, აი მასლოუს თანამედროვე ტერმინოლოგიას. ანუ მასლოუს პირამიდასთან параллელი რო გავატაროთ, ხო აი როგორ არის ეს პირამიდა აწყობილი და ილიას საკვანძო წერტილი სადა არის? ესე იგი, ნახეთ, აი მასლოუს პირამიდა მე-20 საუკუნის ფსიქოლოგიის აბრაამ მასლოუს შექმნილ პირამიდაზე მაქვს საუბარი, 5 პუნქტისაგან შედგება. მის ყველაზე დიდ ნაწილს მოიცავს, ესე იგი, ადამიანის ფიზიოლოგიური საჭიროება, შემდეგ არის უსაფრთხოება, სოციალური კავშირები, პატივისცემა და თვითრეალიზაცია სულ კენწეროში. ილია ფაქტიურად ფიზიოლოგიური საჭიროების საფეხურზე მყოფ გლეხობას აძლევს ბიძგს, რომ აი სულ კენწეროში მოექცენ, სადაც არის აი თვითრეალიზაცია, სწავლა, განათლება და აი მთელი აი ამდენი საფეხურები აქვს ფაქტიურად გლეხს გასავლელი და ამ დროს ის არის მართლა ფიზიკური გადარჩენის
საფეხურზე და ილია სხვადასხვა წერილებში თავის პუბლიკაციებში განიხილავს მართლა ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენაც აკითხვა რომ თუ რა მდგომარეობაში იყო მაშინ ქართველი გლეხი რომ დიახ, აი გადავიდეთ ახლა რეალურ ცხოვრებაში, ხო? ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა. ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა ეს არის მართლა სამაგალითო ყველა თანამედროვე ადამიანისთვისაც კი ის იყო მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყველა ვიცნობთ ილიას როგორც ამჟამად უკვე წმინდა ილია მართალი თავისი ცხოვრებით და მოწამეობრივი სიკვდილით მან აი ეს უმაღლესი სტატუსი მოიპოვა და დიდი სიყვარული ჩვენი მეოხია და ასევე მისი ცხოვრების მანძილზე ის მართლა ძალიან დიდ მაგალითს აძლევდა ქართულ გლეხობას. თითოეულ ადამიანს, ვინც კი აი ამ ქართული საქართველოს სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. დიახ, არაერთი თეზისებათა აქვთ ილიას ჩამოყალიბებული ყველაფერი, მართლა ერთი გადაცემა არ გვეყოფა, თუმცა მოდით აი გავიხსენოთ ყვარლის ბაღი და საგურამოს ბაღი, ხო? ანუ ძირითადად ილიას მეურნეობა, მოდი ასე დავარქვათ, იქ იყო. იქ და იქიდან აძლევდა მაგალითს ქართველ გლეხებს და ფაქტიურად ეს იყო მთელი სასწავლო პროცესი. აი თუ გავიხსენებთ დაუშვათ წინამძღვრიანთ კარის გახსნას, ხო? იქ ისეთი სიტყვით მიმართა ილიამ და თქვენ ამაზე ისაუბრეთ, რომ გასაგები იყო ყველაფერი, იმდენად კარგად იყო ჩამოყალიბებული, ზოგადად თუ როგორ უნდა წარმართულიყო ეს მიმართულება და რაც შეეხება პოლიტიკას, პოლიტიკის დიდი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო სოფლის მეურნეობა, ყოველ შემთხვევაში ილიას ხედვა ასეთი იყო. დავიწყოთ. თუ წერავ თქვი რომ სარკასტულად მიმოიხილავს კაცი ადამიანში ილია ამ თემას ძალიან მამოტივირებელი და პირიქით ძალიან ესეთი გამართული თანამედროვე ტერმინით რო ვთქვათ კარგი სპიჩი აქვს აი წინამძღვრიანთ კარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე როდესაც ის მიმართავს მომავალ მოსწავლეებს და მათ მშობლებს ის პირდაპირ ღმერთის დიდებით იწყებს ამ სიტყვას და ასევე ღმერთზე საუბრით ასრულებს და ეუბნება რომ აი ღმერთმა როდესაც შექმნა ეს ქვეყანა მიწაში ჩადო დიდი დოვლათი და ადამიანს უთხრა რომ აი მოიპოვეს ეს სიმდიდრე და შენ სადღეგრძელოდ გამოიყენეო და სწორედ აი ის რომ ადამიანს უწევდა დიდი ჯაფის და დიდი შრომის გაწევა იმისთვის რომ ეს მიწიდან ამოიღოს, ანუ პროდუქცია მოიწიოს, ხო? მცენარეები მოიყვანოს და ასე შემდეგ, აღარ ჩავშლი ამ თემას. დიდი შრომის გაწევა უწევდა აი ამ კუთხით გლეხს. ამიტომ ილია უმარტივებს და ეუბნება რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენგანვე გამიგიაო რომ ჩვენს ქვეყანაში ღმერთმა დაიბღერტაო თავისი კალთაო და იმდენი სიმდიდრე მოგცაო. თუ ნიადაგობრივი მონაცემებით, თუ კლიმატური პირობებით, ყოველ მხრივ საქართველო არის ძალიან მდიდარი ამ ყველაფრით, მაგრამ სხვა ქვეყანაში გლეხი უფრო ადამიანები უფრო მეტს მოიპოვებენ და უფრო მეტ სარგებელს ღებულობენ მიწიდან ვიდრე ჩვენო. თუმცა ისინი ჩვენზე არც მეტად გამრჯვებები და არც კუნთმაგარები არიანო. და ამიტომ ის რაც მათ აძლევს ძალას რომ მეტი სარგებელი მოიპოვონ, ჩვენც უნდა მოვიპოვოთ. ეს არის ცოდნა და ხერხი ჯობია ღონესა. და ასევე კიდევ ერთ ანდაზას გამოიყენებს რომ კაცი უნდა ხერხი იყოს, გაქონდეს და გამოგქონდეს. და აი ამ მოხერხებულობაში ილია უკვე აკონკრეტებს რომ ეს არის ცოდნა. და ცოდნა იმისა თუ სად მოვიპოვოთ, რა მოვიპოვოთ და როგორ მოვიპოვოთ. განათლებით იწყება ყველაფერი. განათლებით იწყება ყველაფერი. დიახ, და სწორედ აი ამას უსვამს ხაზს ილია რომ აი ამ წინამძღვრიანთ კარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე, რომ აი ეს სკოლა, ეს დაწესებულება აწი თქვენ მოგცემთ აი ზუსტად ამ ცოდნას რომ როგორ მოიპოვოთ ის ძალა რომელსაც თქვენ ახმართ ნიადაგის დამუშავებას, ახლა ცოდნაც დააყოლეთ ამ ყველაფერს და ზუსტად იგივე სარგებელს და უფრო მეტსაც მოვიპოვებთ როგორც ესე იგი საზღვარგარეთ არისო. და ეხლა რაც შეეხება ილიას მეურნეობას. ილიას მეურნეობა მართლა სანიმუშო იყო, როგორც ვთქვით, ორი სხვადასხვა
ყვარელი და საგურამო. ეს კი ლოკაცია ქონდა, ეს იყო ყვარელი, მისი საგვარეულო ადგილმამული, სადაც სხვათა შორის ჭავჭავაძეები იყვნენ როგორც კარგი ესეთი ტერმინით არის ჩინებული სარდლებიც, ჩინებული მწერლებიც და ჩინებული მეურნეებიც, განსაკუთრებით კი მევენახეები. და ილიას ესეთი სისხლში ქონდა ის რომ ყოფილიყო კარგი მევენახე და ყურძენზე ვაზზე სხვადასხვა ვაზის სხვადასხვა ჯიშებზე განსაკუთრებული ცოდნით ეზრუნა. ის იყო აქტიური მეურნე, თავადაც ერთვებოდა ხოლმე სამეურნეო საქმიანობებში და კარგათაც გამოსდიოდა და როგორც ლიდერი, როგორც მენეჯერი ამ ყველაფრის სხვებსაც სწორად სხვის შრომასაც სწორად წარმართავდა და როდესაც არ ეცალა ვთქვათ იქ ჩასასვლელად და ვიცით რომ ილია ძალიან იყო ჩართული საზოგადო საქმიანობაში ის წერილებით ამყარებდა კომუნიკაციას ხან მეუღლეს გურამიშვილს წერდა რომ ესა და ეს საქმე გააკეთე წისქვილის გამართვაზე ასე შემდეგ ყველაფერზე პუნქტობრივად მიუთითებდა ხოლმე როდის რა უნდა გაკეთებულიყო და ვის უნდა გაეკეთებინა და ასევე საგურამოს სახლი. საგურამოს სახლი იყო მისი მეუღლის ნამზითვი და აქ უფრო ხშირად იყო ილია, იმიტომ რომ თბილისთან ახლოს იყო და ზაფხულს აქ ატარებდა ხოლმე და საგურამოს მიწას ის ადრიდა ხოლმე აქაურობა პატარა კახეთივით არისო და კახეთიდან წამოღებული ვაზის ნერგები ქონდა ჩამოტანილი და საფერავი და რქაწითელი და კახურ ყაიდაზე ქონდა გაშენებული ანუ სხვის სხვადასხვა გაშენების სხვადასხვანაირი პრინციპებია და ზუსტად კახური მეთოდით ჰქონდა. სხვათა შორის ამას ის თავის შემოქმედებაშიც ოთარანთქვრევშიც აღნიშნავს, როდესაც გიორგი არჩილს ეუბნება, რომ შენი ბაღი იქ ხდება ამ ყველაფრის მიმოხილვა და ილიას რეალობის გადატანა ხდება იქ და ილიას ცოდნით გინდა მელიორაციულ საკითხებში გნებავთ ვაზის გაშენების საკითხებში, აი იქ ხდება ამ ყველაფრის რაღაცნაირად გავლით. კეთი თუ არ ვწდები კომპოტების ქარხანაც ქონდა მე მგონი. კი და ილიას გარდა ამისა, ნახეთ იმ დიდი მეურნეობა ქონდა და ხილი ბოსტნეული თაფლის წარმოება ქონდა და ესე იგი ხილისგან ილიას აი პრინციპი იყო ესეთი რომ რასაც მოიწევდა იმას შემდეგ გამოყენების თვალსაზრისით მიწასაც სწორად იყენებდა და შემდეგ მოწეულ პროდუქციასაც ესე იგი დიდხანს და რაც შეიძლება სარგებლიანად რომ გამოიყენებინა ეს ყველაფერი და ილია მოაწყო თავის თანამოაზრეებთან ერთად ხილისა და კომპოტების ასევე მშრალი ჩირების დამზადების პატარა საამქრო ქარხანა ესე თქვი საამქრო უბრალოდ კონსერვებს აკეთებდნენ და სხვათა შორის ეს არც თუ ისე მიყუჩებული საქმე იყო ძალიან ფართო ასპარეზი ქონდა ამ ყველაფერს და პეტერბურგში ვერცხლის მედლით დაჯილდოვებულთა შორის იყო ილიას სახელი პირველი ადგილითაც დაჯილდოვდა იქ და შემდეგ ეს პროდუქცია მოკლედ იქ ძალიან ფართო მოწონება და გამოყენება ნახა და შემდეგ თბილისშიც ჩამოიტანეს იქ რო გაიმარჯვა შემდეგ თბილისში გადმოიტანეს საგურამოდან ეს დამზადებული პროდუქცია და სამ თვეში აღმაშენების გამზირდა იქირავესო პატარა დუქანი და იქ 3 თვის მანძილზე სულ გაიყიდა და თუმცა აი გაყიდვამდე მივედით, მაგრამ ეს უნდა აღნიშნოთ, რომ ილიას და მის თანამოაზრეებს ეს საქმიანობა არ წამოუწყიათ კომერციული მიზნით. ეს იყო მაგალითის ჩვენება გლეხებისთვის, რომ მათ მოწეულ პროდუქციას აი ასეთი მიმართულებით შეეძლოთ ასევე განვითარებული ასეთი მიმართულება მისცემოდა და მე ფოტო მაქვს გაჩვენოთ თუ შეგვიძლია რომ ახლო ხედიდან ვაჩვენოთ. ნახეთ პირველ ფოტოზე არის ილია საგურამოში ილიას ულოცავენ გლეხები ილიაობას ეს კიდე ცალკე ძალიან დიდი თემაა და ილიას და გლეხებს ყველას
ილია მათ ესალმება და გლეხებს ყველა თითოეულ მათგანს ხელში უჭირავთ თავისი ეზოს ნობათი. ხილი, სხვადასხვა ხილი და ხელდამშვენებულები აი ამ თავისი დოვლათით და ბარაკით ულოცავენ ილიას აი ამ მისი ანგელოზის დღეს და არაჩვეულებრივ ფოტოა. მეორე ფოტოზე ნინოთ შეიძლება თქვენ ვეაჩვენეთ. ეს არის ესე იგი ილიას ეზოში გამართული მეფუტკრეობის ესე იგი ამ ფოტოზეა საუბარი. ეს არის მისი მეფუტკრე ეს მეფუტკრეა. და ესე იგი რო აჩვენებს აი როგორი საქმიანობა არის მის ეზოში და ესეც მისი მეფუტკრე არ მახსოვს სახელი ნახოთ ვახსენოთ ეს ადამიანით. კი ბატონ, ეს გახლავთ საგურამოს მამულის მეფუტკრე და მებაღი დანიელ მასლოვი. დანიელ მასლოვი, დიახ. და აი ესეთი მიმართულება ჰქონდა. თუმცა მარტო ბაღჩეულ და ხეხილოვან კულტურებზე ნუ გავჩერდებით, ისიც ვახსენოთ, რომ ილიას თავისი ხელით ჰქონდა ჩარგული საგურამოში სხვადასხვა დეკორატიული ხელმცენარეებით. ეს იყო წაბლი და ეს იყო სხვადასხვა მცენარეები, იფანი, წაბლი, ცაცხვი, სხვადასხვა მცენარეები და აი ამ ფოტოზე, სადაც ის თავის მეუღლესთან, გურამიშვილთან ერთად არის, ფოტოზე ფრონტალურად გამოჩენილია აი ჭადრის ხე, რომელიც ილიამ თავად ჩარგო, შემდეგ სახლი მის გარშემო აშენდა ისეთი ფორმით, რომ ამ ხეს არ დაზიანებოდა არც ერთი ტოტი და განსაკუთრებული არქიტექტურა შეიქმნა მოკლედ ამის გამო. სახზეც ვთქვათ, მოდი და ილიას მეურნეობაზეც ის ფაქტი, რომ ეს სახლი ილიამ თავისივე წარმოებული აგურით ააშენა. მოკლედ პატარა ქარხანა გამართა. აგურის ქარხანა. აგურის ქარხანა. თვითონვე აწარმოებდნენ აგურს და ეს სახლიც თავისივე აგურით ააშენეს და კი ბატონო. კეთილი და ზოგადად აი რაც შეეხება სახელმწიფო მოწყობას, ხო ილიას სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან საინტერესო ხედვა ჰქონდა. როგორც აღნიშნეთ, თეზისება ჩამოყალიბებული იყო კრიტიკულიც. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეს, მოდით ასე ვთქვათ, ასწავლიდა გლეხებს, ასწავლიდა საზოგადოებას, კრიტიკის ქარცეცხლშიც იყო გატარებული პერიოდის რაღაცა ეს სისტემა, სოფლის უშუალოდ ახლა სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობ და ძალიან მასშტაბური ხედვა ჰქონდა, მოდით ასე ვთქვათ, და არა მარტო, ანუ ჩვენს რეალობაში ამის განხორციელება იყო მიზანშეწონილი, მსოფლიო მასშტაბის. დაერებს ნინო, ესე იგი მართლა მასშტაბური და მომავლისკენ მიმართული ილიას და აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა ის, რომ ილია თავადი დიდი ადგილმამულების მფლობელი და ამ დროს პირველი კაცი, რომელიც ჩართული იყო იმაში, რომ გლეხებს თავისი მიწა ქონოდათ. მან და მისმა მეუღლემ დათმეს თავისი მოწინავეები იყვნენ და მაგალითის მიმცემები იყვნენ ამ საკითხშიც და მათ გლეხების სასარგებლოდ დათმეს თავისი მამულები, გადასცეს და დამოუკიდებელ მოქალაქეებად აქციეს ისინი, ღირსეულ მოქალაქეებად და აი მასლოუს პირამიდაში აქაც ჩანს აი ერთ-ერთი პუნქტად. ანუ მესამე საფეხურია, ხო, რაც შეეხება სოციალურ საკითხებს. ნახეთ, აი მეორე გვაქვს უსაფრთხოება, ხო? ბატონყმური წყობილება იყო და ბატონისგან იმდენად იყო დაჩაგრული, რომ მთელი რიგი სამარცხვინო მაგალითებიც კი იყო ბატონებისგან მათზე განხორციელებული და ამას ილია თავისი ოჯახით, მეუღლესთან ერთად და თანამოაზრეებთან ერთად მარტო თეზისებით და მოწოდებებით კი არა და თავისი სახელისთვის კი არა, კონკრეტული მაგალითებით და ფაქტებით ადასტურებდა და იძლეოდა მაგალითს და თავადვე დათმო ეს მისი ადგილმამულები მათ სასარგებლოდ და აი ბატონყმური წყობილების გადავარდნას ხელი შეუწყო და თუმცა გლეხები ამას ხშირად ვერ ხედავდნენ, ვერ უფასებდნენ ისე როგორც საჭირო იყო, მაგრამ მან იცოდა რას ემსახურებოდა საქართველოს კეთილდღეობისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი და ის აი შეუპოვრად მაინც მიიწევდა ამ კუთხით და შეეწირა კიდევაც საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს და ეს წმინდა ილია მართლის სახელით არის ის და
კეთი, უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ძალიან დიდი მადლობა აი ესეთი საინტერესო საუბრისთვის და საინტერესო კუთხით ზოგადად რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ლანდშაფტის დიზაინს წარმოჩენა და ჩვენ განვაგრძობთ ამ თემას და ვფიქრობ არაერთ გადაცემას დავუთმობთ ქართულ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაში, ანუ სცენარეებს და ზოგადად ლანდშაფტის დიზაინს, იმიტომ რომ თქვენ თავად ისეთი მოდით ასე ვთქვათ აღმოჩენები გააკეთეთ, ან ყურადღება მიაქცეთ ისეთ საკითხებს, რაზეც ჩვენ ყურადღება არ გაგვიმახვილებია. ანუ საუბრობ თუნდაც შემოქმედებაზე, ხა რაც შეეხება ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობას, ახლა ეს ისეთი თემაა, რომ ყველამ ვიცით, ასე თუ ისე, და აი ეს თეზისები, აი ეს ამონარიდები, თუნდაც აი გლახის ამბობი მოიყვანეთ მაგალითად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩვენი მომავალი თაობისთვის. მადლობა, რა თქმა უნდა, არ გემშვიდობებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემას გავაგრძელებთ.